ამ ჩამოსაჯდომებთან ჩვენ კიდევ ერთ საინტერესო რამეს ვნახულობთ, ანუ როგორ ავდათ პატიმრები საკანში. აი ეს ნახეთ ჯაჭვის გასაყრელია. ანუ ზემოთაც ჯაჭვით იყო დაბრუნებული ადამიანი. მოდი ხა აქ ვნახოთ. აქ კი უკვე აი ამ ჯაჭვის გასაყრელით ფეხებს უბავდნენ. ან ჯაჭვის ან თოკის ხო, ალბათ უკვე ჯაჭვის. აქ საერთოდ არ არის ჩამოსაჯდომი, მაგრამ ან ფეხზე მდგომარეს, ან შეიძლება დაჩოქილი იყო ადამიანი, ან ჩამოკიდებული, ანუ აქ ხო მეთოდები იყო სასტიკი, ასევე ჯაჭვის გასაყრელს ვხედავთ. ნახეთ, ისინი მრავლად არის მთელ სიგრძეზე, უბრალოდ დროთა განმავლობაში ესენი არის უკვე დაზიანებული, გატეხილია, იქაც ეს არის. ქვემოთაც მოტეხილია მთლიანად, აი აქ არის კიდევ შემორჩენილი ეს ჯაჭვის გასაყრელი, აქაც მოტეხილია, ანუ აი ამ დასაჯდომებზე თავისუფლად ყოფნის საშუალებაც ალბათ ესე არ ქონდათ ფაქტია. მომდევნო კედელზეც ზუსტად იგივე სურათი გვხვდება, სადაც ზემოთ უფრო შენარჩუნებულია ეს ჯაჭვის გასაყრელები, მაგრამ ქვევით თითქმის კი არა ამ მხარეს ყველგან არის მოტეხილი. შესაძლოა არა მხოლოდ ერთი ხელით, არამედ სულაც აი ასე ბოლოდად ადამიანი მიკრული. მაგრამ ეხლა რა მდგომარეობაშიც მე ვგზივარ, რამდენჯერად 5 წუთი გაჩერებაც კი აი ასე არის თითქმის შეუძლებელი. ეს იყო საოცარი ტანჯვის ადგილი. ეს არ არის უბრალოდ დილეგი, სადაც ადამიანს ალბათ ჩააგდებოდა იქნებოდა თავისთვის. მას შემდეგ გავიდა უკვე რამდენი დრო, 2000 წელი. ან ეს აპყრობილი ხო ქრისტიანეთიც ალბათ არსებობდა. და ეს კედლები გაცილებით მეც გვიყვება დღეს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.